დაგათვალიერებინებთ. მეგი შემოგვიერთდა. აუდო, ჩქაროს ხალხი მუშაობა, გუგუნეს. მეტი რაღა გინდა. მამიო. ორწუთში დაგიბრუნებით უკეთესი ხალის ვიდეოთი. ჩვენ მოვედით გერმანიაში. რომელი ქალაქია? კემნიცში. ჰარლის მაღაზიაში და ხა ვთვალიერებთ. ფიქრობთ ახლა რომელი ვიყიდოთ? ახალ თუ road glide. დაგათვალიერებინებთ. რეები აწყვილეთ. ამოქიდან დავიწყოთ. ისეთი არ მინდა. მაშიკოს მე მგონი 1-2 წლით უსწრებს. ბიჭო, წითელია რა, არ მინდა რა, ბოზურის. Street glide specially. ესეც ცივიო. აი ამაზე არ დავждები. ეს რომ მომცე არ მინდა. ეს რომ მომცე არ მინდა თქო. ეს არის road glide-ის. ეს არის ჩვენი Fatbob-ი. 114. ესეც Fatbob-ი 114. ზუსტად იგივე მოდელია, პროსტა სხვა ფერი არის. ის ვერცხლისფერი შავშია და ეს შავი ვერცხლისფერში. აუ, რა ლამაზი ჩანთები. აი ამით მოიგებდი იმას, რა ქვია, რეტრო კონკურსს რამეს. ეს არის სტრიტბობი, ალბათ რაღაც მომენტში ცხოვრებაში ესეთი მეყოლება, ოღონდ ყვითელი არა რა. ყვითელი არ მოწევს. ეგ გაიდეს? ატრაკეს რა. ეს 121 ინჩიც CVO. ესეც დარეზერვებულია, ესე იგი ვერ იყიდი რა, ჰალის რა. ეს ეღირება ძვირი, აი 1.30 მაინც ეღირება ეს. კი. Breakout ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მოდელი არის ჰარლის. წამო ხელთათმანები მაინც ვიყიდო. ეს 883 არის ჰარლი დევიდსონების პრიუსი. კი, ძმა, 883-ია და 9300 евро ღირს ახალი. ხო არინებეთ. აი ზუსტად ამ ფერმა მოიგოთ საქართველოში. ნახე რამ ხელაწინასაბურავი აქვს. ესეც სპორტსტერი ოღონდ ამას სხვანაირი ფარი აქვს, მაგრამ თან Fatbob-საც გავს. აი ხელთათმანებთან მივედით 62 евро. კარგი გავთიშავე. მოდი, აქეთ გავაგზავნოთ. აი ესეთი დისკები იდება 1400 ევროდ. Heritage 117 ინჩზე. აი, ეს არის CVO 121 ინჩზე road glide. მგონი 20-25-ის არის. ის ნახე ლოგო ლამაზად აქვს. ეს ჩაულებრივი lowrider-ი, ამასაც ვიყოლიებდი. დიდი სიამოვნებით. ლიკვიდს გამოვაჩინეთ ყველა. აი, ამით მოიგეს ომი. ეს არის აწყობილი 42-ში და VLA ქვია მოდელს, ხო? ეს არის 42-ში აწყობილი და ისე 40-დან გამოდიოდა. ხო. სამხედრო გაფართოების მიზნით. გამოსული არის დაახლოებით 70000. ესეც ბოლო road glide. ეს არის road glide limited-ი, უკან სკამიც აქვს და
ისიც რა საბარგულიც უკან ეს დარეზერვებული ბრეიქაუთია ძალიან ლამაზი ის გონი ფეთბოია აქ მაინც ბრეიქაუთია მე მგონი ფავორიტი გაგვიწერეთ აბა აი ამ ბაიკებში ყველაზე ლამაზი ფერი რომელია მე მგონია რომ აი ეს ბრეიქაუთია ამ შოურუმში ყველაზე ლამაზი ბაიკი ვაფშე ესეც სტრიტ ბობი არის ოღონდ ეს არის ჩაულებრივი ვერსია არის სტრიტ ბობესი რომელშიც უფრო დიდი ძრა უდევს მაგრამ ესეც 117 ინჩიანი არის და იქით არის სტრიტ გლაიდი აი ეს ჩაფხუტები ჰარლის ძალიან ლამაზებია ყველა შეინახეს სარკე მე მგონი მაგიტოა რომ გაიგეცო და ესე არის ეს არ ჩამომეცმება არსად აი მოკლედ ესეთი შოურუმებია ჰარლის ალბათ ხებიც სხვა ფილიალებიც ესეთი იქ სხვათა შორის სერვისიც აქვს თავისი რაღაცა აქსესუარებიც არის დიალო მოიჩაქიდან ეს გადაგები ზონა აგებს ბიჭო გვერდიდან ვაფშე აქეთ შემოდით მეგი შემოგვიეცა რა არის ეგ ეკრანიერი просто kindle-ით კუჭი მიბუყო ძალიან საინტერესო შემოსვლა ქონდა ეხა მივდივართ ლაიფციგში რომ დავათვალიეროთ და ვჭამოთ თან ადგილი თუ იქნა უნდა ვჭამოთ რესტორანში რომელიც შარშან გახდა 500 წლის და თვით გოეთე მან იკვებებოდა და წერდა თავის შედევრებს რომლებსაც დღემდე ვერ ვუგებ კი ბატონო მე არ მაქვს გაკითხული მაგრამ ესე გოეთე ვიცი ეგ სხვა რესტორანია მართლა არ არის სხვა რესტორანი დრეზდენში ხო არ არის ეგ ვერბახის კელერი ვერბახის კელერი არ მithქვამს რაც კელერი თქო აი და ვერბახის კელერში წავიდეთ ჩვენ გოეთეს რესტორანში მივდივართ ჩვენ ვინო 500 წლიანი რესტორანი რაც კელერი და რაღაცა არ ვიცი მე აი ბატონო მაშინ შეჭამეთ ის 5 დღე რო ხარშავენ ხორს და აბა დავამატოთ ეს ეხლა რომ შევუკვეთავთ 5 დღეში უნდა მოვიდეთ აბა რა მოდადიდები ხლევა კარგი რავი გერმანიაში ცუდად არ მიჭამია სადაც ესე აფიში და რაღაცი წაგიყვანი ვართ რომ აი მაგარი ადგილია და უეჭველი კარგი კვებაო ყველგან კაი იყო არ ვწდებით განსაკუთრებით მეჰმედის ადონერეს კი მეჰმედის ადონერე აი როგორია იცი ჩემი აზრით მიშელინის ვარსკვლავი თუ არა მიშელინის სარეკომენდაციო ადგილებში მაინც უნდა იყოს რომ ადგილზე ახმელიაზე უნდა დადიოდეს მიშელინი აი აუერბახის კელერში თუ შევალთ იმედ გზას დავხდეთ სადაც წინაზე სიმონი ვაჟაბშაველას ფოტოსთან ეს ვაჟაბშაველა არის არა ეს ვაჟაბშაველა არის არ ვამტკიცებდა ბიჭო რა უნდა ვაჟაბშაველას შუა გერმანიაშია აბა დაინახე აქ არა უნდა ტურისტი აი ხა შევა საქართველოში ყოფილიყავი ქანიის კონცერტისთვის მანდოდები ქანიეს არ გაუქანიე ხა მივდივართ ლაიფციგისკენ და გზაში მატარებელში გვექნება ახლა ვერ გვექნება ამბოქსი რატომ ეხა უცბად ჩავალთ უნდა გადავსხდეთ ჯერ არ გვექნება ლევდა მთელი ამბავი ხაისა მოვიდით რაღაც მაკეტთან საინტერესოა ქალაქის მოდელივითაა მეტად ქალაქია იმას ვერ დავატრიალეთ გავიღიმეთ მე მგონი მიშალობა აი ერთო შუქები მოიცა ეგ რა დოინკო აზარი აბა აქ მოიყვანე ეხა მოიცა მოურულო ო და ლამაზია თან მოიცა ნახე შევანელო კი სიჩქარე აი გიწეს შეხედე აი მაგ გავაჩერე ბიჭ არა просто ვატრია ეხლა დავაჭირო რასაც დაასვენანე არა გაჩერდება და 10 წარება ხო გვაქვს და ალბათ სხვა სპეციალს მოიცა გავაჩეროთ აბა გააჩე ძმა აჩერდე კაი აბა მაშინ ფულის მანხე გარო თან იცეს დავაჭირე და ის ჩართო შეიძლება სხვა გამიჭერდე შო კაი მოიცა
ეს ახლა მე გავატარებ. ვინ? აბა ეს ბუთერს უგი ვნახოთ რა არის. ვერიზო? აი აინთო. სადა? აი. დაძის? მართლა? ბაზარი არ არის. კაი, აპტეკრანი არ მინდა. ზონინს უმინდა. აი, დავძარი. ეს აინთო. აი, წავიდე ეს. აუიდო, ჩქაროსი. ჩარტეტება ყველა. ყველაფერი ჩარტეს. დაუატრიალეთ, ქალაქი მუშაობა, გუგუნეს. ვინმე? აი, I'm sorry. ბიჭო, ყველაფერი ჩარტეს. ესეც ყوارი რთვება აქეთ. ის იგივე შვება. როცა მანდაგე. ეს შიგნით აი შენ გაწვარი ეძრის. რავი, აბა. აი, ყველაფერი ჩართული მაქვს. რავი, დაქია. შენ მორჩა. კალაძის ვიდეოს. უნდა ისკის კალაძი. რა თუ გაიცი? ქალაქი ვამუშავეთ. და всё, ქალაქი გაიწიშ. არა, ჯერ არ გაიწიშ. всё, ეხლა უკვე 6 საათია და გერმანელები იზიდები. იქ ნახე პაჟარია ის. აჟარია და აქ რომ დაიჭი. აჟარია. Я вообще раземოდიოდნი. მოკლედ ჩვენ მატარებელმა გაგვასწრო. და ეხა ჩვენ მატარებელში გვინდოდა უბრალოდ რომ გადაგვეღო ის რა ქვია განყუთვა ჩვენი კამერის tax free ჩეკი გამოწერეს და ჩვენ ვკითხეთ რომ შეიძლებოდა თუ არა რომ გაგვეხსნა და გვენახა როგორ მუშაობს კამერა. რაზეც გვიპასუხეს რომ არ არისო პრობლემაო, შეგიძლიათ შოულებრივ გახსნათო და დაათვალიეროთ. გავხსნათ ფრთხილად და დავაბრუნოთ ყუთში ისე თითქოს არც გაგვიხსნია. ხო, ოღონდ აქ და ჩავიდინოთ. ამას YouTube-ზე დავდებ ბეჭოულებს. ისა მაქვს ლანცეტი მაქვს თუ გინდა. მართლა გა? კი. როდ გინდა რა თქვი ლანცეტი. აქ შემთხვევით ჩამომყვა რა, არ ვიზოდი რომ დამრჩა ჩანთაში და ეხა ძდევს. ეხა ჩაივლის ხალხი. It's okay. Alles gut. აქ ეხა არალეგალურად გავაძროთ ჩვენი დანის პირი. მოიცედი? მლევან ახალი ფრაზა ისწავლებ. Alles gut. Alles gut. ალბათო ჩვენ ვიგეთ ვიდეოს, მაგრამ გაიარეთ, არ არის პრობლემა. თქვენი ქვეყანა ბოლობი. აღარ გამიტყდება ეს დანა არ არის. ეს დანა არ არის. ოხში. ნახევარი კონცია აქვს. რა დავაგდეთ? ნიჩიო. არა აუ, უშ. საწავიდა. როგორი არის? მაგარი. კარგი არის ჟოლოს კრუასანი. გამასინჩი. შოკოლადის აჯობებდა, მაგრამ ასე არის უდი. მები არის, როგორ არსად არა. მაგარი დებილობა. აღაში და გერმანიაში შოკოლადის კრუასანები ვაფშე არ არის. ნახეთა როგორ დავდე? იმის ქვეშ არის და არა წვიმს, მაგრამ ისედაც წყალგამძლეა. გაიხარე პაპი. არა ეს ბავარია არ არის. არ ვესამები თავები. აი ეგრე გაგზავნე? გარი? კი, დევს. ფრთხილად უნდა გამოიგო. მალებ და ხუთულზე არ უყურებ. აი, ძალიან ლამაზი არის სხვათა შორის. ყობა რომ ეს გადაიღებს ყველაფერს. აქ არის მაუნტი, აი ესეთ ყუთია. ამაში დევს кейსი, ამაში დევს კაბელი, დასატენი. всё, მეტი რაღა გინდა. ოღონდ ლინზა უკეთია. ამას არ გავხსნა. იმაში იმიტომ რომ იგივე ზომისაა. გაზარიერა. დაჟე ვაფშე მაგარს გეტყვი. აგერ ის ჩადი ამ ყუთში და ბარემ შეფუთე. მე ძალიან არ გახსნას და არ ჩახედოს მე-4-ია თუ მე-5. ორწუთში დაგიბრუნები კეთის ხავის ვიდეოთი. ესე იგი ეს არის ახალი ვერსია ჩვენი კამერის. ეხა ვაკეთებ მოვა გოგო გონია რომ საჭმელი გვაქვს. ვაიმე ფეხი. ამათ რა სჭირს იცი? ამათ ქუჩაში რო ცხოვრობენ, რაღაცები ეკიდებათ ფეხებზე, კი არა ეჭრებათ, რო ვერ იშორებენ, სიცხლის მიმოქცევა ეკარგებათ და ზრებათ ნაწილები. მართლა. რო ცოტა ტრედებზე ვიზრუნოთ. არა, მოვა. აუ, ფირფია ვარ. ფიფია ხარ კი არა, ჩემ ხოლგაზე რო. ლა. მამიოლი მოსფთები აქვსო. არა,
არა შვილორაფთები აქვს ლიმონსა. რა უნდა ხაშურში გმირცა. აუ ასე მგონია მართლა ხაშურში გივდივართ ისე გაძეცგილი. გადაძეცგილია. და ეხლა რა ვაგონის ბოლოდან ვიღაც რო გამოვარდეს რა, გერმანელებმა რო იციან. ნუ მიგებ. ძალიან ფრთხილად გადავიღოთ. დათენ შუცის კანონები არ დავარღვიოთ. 12-ია. ამერა და მოდი დავუტენოთ რომ დავტენოთ კი. მოვიდეს დავტენოთ. ეს 1 საათი დავტენოთ და განვაგრძოთ. დაგიბრუნდებით ისევ ლაიფციგიდან. ამას რო დავამონტაჟებ, ური მეთქილი.